გამარჯობა, ვაგზელებ საუბარს ადამიანის საჭმელობელი ტრაქტის ჰისტოლოგიაზე. წინა ლექციაზე ვისაუბრეთ 12 გოჯა ნაწლავზე, დღეს ბუნებრივია საუბარს გავაგზავნებ მლივი ნაწლავით. 12 გოჯა ნაწლავი განვიხილე ორი პრეპარატის დახმარებით, არც დღეს იქნება გამონაკლისი ლექცია და ორი პრეპარატის დახმარებით განვიხილავ ამას. დასაწყისისთვის ვიტყვი იმას, რომ მარჯვენა პრეპარატზე, აი ამ პრეპარატზე შეიძლება ითქვას ანატომიური სტრუქტურა თუ მლივი ნაწლავი შენარჩუნებულია. თუ რატო ამას უკვე მოგვიანებით ავხსნი და ვახსენებ. დავიწყოთ საუბარი იმით, თუ საით არის სანათური მოთავსებული. როგორც ვიცით, არც ეს არის გამონაკლისი და სანათური არის ზედა ნაწილში, აი ეს არის სანათურის მხარე, ეს გარეთა მხარე არის. თვით ეს ნაწილი კი წარმოადგენს ნაწლავს, რომელიც არის ჰორიზონტალურ კვეთში, უბრალოდ ნაწილია ნაჩვენები მხოლოდ მლივი ნაწლავის. ამ მთლიანად მლივი ნაწლავი არ ჩანს ბუნებრივად და განვიხილოთ ახლა ეს კედელი. ისევ და ისევ 4 შრისგან არის წარმოდგენილი და მოვსაზღვროთ ახლა ეს შრეები. დასაწყისი ვიწყებ სანათურის მხრიდან, არის ლორწოვანი შრე, ბუნებრივია და აი გადმოჭიმულია აი აქედან აქამდე. აი ესე, აი აქედან აქამდე. შემდეგ სუბმუკოზა, ლორწქვეშა შრე, აი აქედან აქამდე. აი ეს, აქაც იგივე, აქედან აქამდე. მესამე შრე, უკვე დავიზეპირეთ, იმედია, ეს არის კუნთოვანი შრე, აი ეს, ორი ფერით არის წარმოდგენილი, ხვდებით თუ რატო. აი ეს ღია ვარდისფერი და მუქი ვარდისფერი და მეოთხე შრე, გარეთა შრე, აი ეს თხელი, რომელიც სეროზული გარსით არის წარმოდგენილი. აი ეს, აი თხელი სეროზული შრე. ახლა დავიწყოთ განხილვა თუ კონკრეტულად რა ნაწილები გვხვდება, რა სტრუქტურები გვხვდება ამ შრეებში. ვიწყებთ ბუნებრივია ლორწოვანით, ლორწოვანი შრე ვინაიდან ვართ მლივ ნაწლავში და მლივი ნაწლავი წვრილ ნაწლავს ეკუთვნის, წარმოდგენილი არის ხაოებით, როგორც 12 გოჯა ნაწლავში, აი ასეთი ტიპის ხაოები გვაქვს, აი კარგად ჩანს, აი ხაოები, ნახეთ რა სიგრძის არის, საკმაოდ გრძელია, თუმცა რომ ვამბობ საკმაოდ გრძელია, რასთან შედარებით არის, ხო, გრძელი. უნდა შევადაროთ განხილულს უკვე 12 გოჯა ნაწლავს, აი ამას, როგორც ხედავთ, აი დაახლოებით 1/13 არის აქ, აი ლორწოვანი შრის ხაოებით წარმოდგენილი და 2/13 კი მეორე ტერმინი, რომელიც წინა ლექციაზე ვახსენეთ, კრიპტებით. აი კრიპტებით, აი ეგ შეიძლება იგვენ. უხეშად რო ვთქვათ, 1/13 არის ხაო, 2/13 კრიპტა და აქ შეიძლება ითქვას პირიქით, ხო? აი უკვე ერთი სხვაობა დავიჭირეთ 12 გოჯა ნაწლავსა და მლივ ნაწლავს შორის. ანუ ხაოები საკმაოდ გრძელი გვაქვს. ხაოები წარმოდგენილი არის, ანუ პირველი ნაწილი ლორწოვანი შრის ერთშრიანი პრიზმული ეპითელიუმით, შემდგომ უკვე არის საკუთარი ფირფიტა, რომელიც აი კრიპტების სახით არის წარმოდგენილი, აი ეს არის საკუთარი ფირფიტა, ლორწოვანი შრის ისევ და ისევ, რომელიც თავის მხრივ დატვირთული არის ლიბერკონის უჯრედებით, ანუ ისინი არის ღერო უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედების აღდგენაში, ხო, იქ დაზიანებული, ან თქვათ, შეიძლება ითქვას ვადაგასული უჯრედების, ისინი ჩაანაცვლებენ და წარმოქმნიან ახალ უჯრედებს. ასევე გვაქვს პანეტის უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ ანტიბაქტერიულ ფუნქციაში. ანუ საკმაოდ დატვირთულია აქაც ეს საკუთარი ფირფიტა. მესამე შრე არის წარმოდგენილი, ანუ უკვე აი ეს ნაწილი, უცვლელად, როგორც საჭმელობელი ტრაქტის სხვა ნაწილებში, ეს არის კუნთოვანი ფირფიტა და აქ წარმოდგენილი არის თხელი გლუვი კუნთის სახით, რომელიც მონაწილეობს რა თქმა უნდა, ხაოების მოძრაობაში. 12 გოჯა ნაწლავში ვახსენე ასევე, რომ ამ ხაოების მოძრაობაში მონაწილეობს. ხაოები მონაწილეობს კი თავის მხრივ შეწოვაში, ესეც პრინციპში ვიცით, მაგრამ გავიმეოროთ. კიდევ მნიშვნელოვანი რითია ეს მარჯვენა მხარეს არსებული პრეპარატი. იმითი, რომ სტრუქტურას ინარჩუნებს, ხო, მლივი ნაწლავისას და კონკრეტულად რითი. ჩვენ მლივ ნაწლავში დიდი რაოდენობით ხვდებით ირგვლივ ნაოჭებს. ანუ ჩვენ აქ ხო გვაქვს გატარებული ახლა ჰორიზონტალური კვეთი და უბრალოდ ნაწილი გვაქვს აღებული ამ მლივი ნაწლავის, ხო? აი, ამ მარჯვენა განვიხილოთ კონკრეტულად. გამოდის, რომ აი ეს მლივი ნაწლავი, აი ესე წრეზე უნდა გრძელდებოდეს და სანათურის მხარეს ვხედავდეთ აქ, სწორია, ხო? შესაბამისად, მთელ დიამეტრზე რომ მიყვებოდეს აი ესეთი
ჩანაჭდევი, ხო, აი ესეთი ნაუჭი, მივიღებთ ირგვლივ ნაუჭებს. და აი რომ დავაკვირდეთ, აქაც გვაქვს ერთი ირგვლივი ნაუჭი, აქაც გვაქვს, აი ამ ხარესაც შეიძლება ითქვას ნაუჭი გვაქვს, მთელ წრეზე რო იქნება, მივიღებთ ირგვლივ ნაუჭებს, ეგრეთ წოდებულ პლიკა ცირკულარესი ქვია ამას. და ეს ნაუჭები თავისებურ სტრუქტურას შეძენს მლივ ნაწლავს, რითაც იგი განსხვავდება სხვა ნაწილებისაგან. მაგალითად, უკვე განხილული 12 ნაწლავისაგან, სადაც ეს არ გვხვდება. აი, ამით არის მნიშვნელოვანი ეს მარჯვენა პრეპარატი. შემდგომი შრე ვახსენოთ უკვე, როგორც ვიცით, ეს არის სუბმუკოზა ლორცქვეშა შრე, ანუ აი აქედან აქამდე გადმოჭიმული, აი ეს ნაწილი. ამ ესე იგი ლორცქვეშა შრეში ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი, აი ეთყობა კიდევაც რომ ფაშარი არის, აი ზუსტად აი ამ ნაწილს, როგორც თქვი, ირგვლივ ნაოჭებს, აი ეს ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი გვაძლევს. იმიტომ რომ მარტივად შეუძლია ჩაზნექვა და ამოზნექვა. აი ამ ნაწილზე არ არის ამ პრეპარატზე ნაჩვენები. თითქოს აი აქ შენარჩუნებული აქვს ის თავისი პირველადი სტრუქტურა ამ მლივ ნაწილს. როგორც თქვი, ესე იგი არის ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით ეს წარმოდგენილი, თუმცა ასევე განსხვავებაც ვახსენოთ, აი აქ, აი ეს 12 ნაწლავში. ნახეთ როგორი სტრუქტურებია, როგორც გვახსოვს, ეს არის ბრუნერის უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ ტუტის გამოყოფაში, ხო, ტუტის წარმოქმნაში. და აი აქ ეს უკვე აღარ გვაქვს. ესეც მეორე სხვაობა. გარდა ამ ხაოებისა, ესე იგი ლორცქვეშა შრეში არა გვაქვს. მაგრამ რა გვაქვს, რა გვხდება? აი რომ დავაკვირდეთ ამ პრეპარატზე კარგად ჩანს, აი ვენულები, აი არტერიოლები, ასევე ნერვული წნულები გვხდება. გადავიდეთ უკვე მესამე შრეზე, რომელიც კუნთოვანი შრით არის წარმოდგენილი და ბუნებრივია აქ ორი შრე გვაქვს, კარგად ჩანს კიდევაც სხვადასხვა ფერის არის. ეს არის აი ღია ფერის და მუქი ფერის. ესე იგი, ეს ღია ფერის, რომელიც უფრო განიერია, არის ირგვლივი, ანუ პირველი, სანათურის მხარეს არის ირგვლივი და ეს უკვე თხელი არის სიგრძივი კუნთებით დაფარული მთლიანად, აი ეს. და რაც შეეხება უკვე მათ შორის არსებულ სტრუქტურებს, აი აქ კარგად ჩანს, აი ეს ნაწილი, აი ეს ნაწილი, როგორც ვიცით, ეს არის აუერბახის ნერვული წნულები, რომლებიც მონაწილეობენ ამ კუნთების პერისტალტიკაში. პრინციპში აი აქაც ჩანს, თუმცა ისე კარგად არა, როგორც მაგალითად აი აქ. შეგვიძლია დავაკვირდეთ და დავინახოთ. რაც შეეხება მეოთხე შრეს, ეს არის გარეთა შრე, ხო? აი ეს ნაწილი, აი ეს თხელი შრე, სეროზული გარსით არის წარმოდგენილი და ჩვენ ვიცით, რომ ანატომიურად მლივი ნაწლავი ინტრაპერიტონიალურად არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სულ ირგვლივ აკრავს ეს სეროზული გარსი და ეს არის ვისცერული პერიტონეუმი. შემდგომ ლექციაში განვიხილავ უკვე თეძოს ნაწლავს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.